პოლიეთილენში რატომ არ უნდა შევინახოთ? პოლიეთილენი არც არის რეკომენდირებული, იცით როგორ არის? უცხოეთში მაგალითად, აი როცა შემოვიდა პოლიეთილენები, ზაფხულის პერიოდში პერფორირებულ პოლიეთილენში, ანუ პურის სუნთქავს. და ის გარკვეულად თავისი ის ქონდა საშუალება, რომ ის გამოეშვა ის ტემპერატურაც, გამოეშვა ის ასე ვთქვათ, აორთქლება, რომელსაც მას გააჩნია და ეხლა ჩვენთან პოლიეთილენი არც საერთოდ პოლიეთილენი, პოლიპროპილენია უფრო მიღებული, ეს უფრო ქაღალდისკენ მიდრეკილი და ბოლო ხანებში ახლა თუ დააკვირდებით, აი მაგალითად ახლა არ ვასახელებ ფირმებს და საერთოდ ბევრ თბილისში განსაკუთრებით კორონავირუსის შემდეგ თბილისში მე ვაკვირდები ხა წარმოებებს, სულ ყველა დაიწყო პურის შეფუთული გამოდის, ძირითადად შეფუთული ქაღალდში. და ქაღალდში უკეთესია საერთოდ, იმიტომ რომ იქ მასში მაინც იცვარება და თავისებურად მაინც ის მოქმედებს პოლიეთილენის და პოლიპროპილენის თუ პერფორირებული არ არის. ამიტომ ეს რეკომენდაცია ჩემგან აი ესეთია.